რა არის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, როგორია მისი სიმპტომები და ზოგადად მკურნალობის მეთოდებზე ვისაუბრებთ სტუმართან ერთად. შემოგვიერთდა გასტროენტეროლოგი ქავოტონა თიარაზმაძე. დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისთვის. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, კითხვა ასეთი იქნება, თუ რას წარმოადგენს გასტროეზოფაგური ეს რეფლუქსი, ასე ვთქვათ და შემდგომ უკვე ვისაუბროთ სიმპტომებზე და მკურნალობის მეთოდებზე. გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ქრონიკულ დაავადებათა რისკს მიეკუთვნება, რომლის ძირითადი მიზეზი არის საყლაპავის ქვედა სფინქტერის გარდამავალი ხშირი რელაქსაციები, რის გამოც კუჭი არსებული შიგთავსი ამოდის საყლაპავში უკუდინებით და შესაძლებელია ის შიგთავსი პირისყრუნდეც აღწევდეს. მისი ძირითადი უხშირესი გამომწვევი არის დიაფრაგმული თიაქარი, თუმცა რის ფაქტორებში მულტიფაქტორულია, შესაძლებელია მოიაზრებოდეს ჭარბი წონა, ორსულობა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, კოფეინი და მათ შორის ყოველთვის უწყინარი პიტნის ჩაიც კი, რომელიც საყლაპავის ქვედა სფინქტერის რელაქსაციას კიდევ უფრო გარდამავალს ხდის და კიდევ უფრო ხშირია ეს ჩივილების ინტენსივობის მომატება. ნათია, სად მუშაობ კონკრეტულად სიმპტომებზე ვისაუბრებთ დაწვრილებით, მანამდე ვთქვათ, რას წარმოადგენს სფინქტერი. იცით, რომ საყლაპავისა და კუჭი გადასასვლელი ადგილი ნორმაში უნდა იყოს დაკეტილი. ერთგვარი კუნთოვანი მასა, თქვენს მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე რომ მახსა, ეს არის სფინქტერი, რომელიც არასამედიცინო ენაზე ეს არის სფინქტერი, რომელიც მხოლოდ საკვების გადასვლის დროს უნდა გაიხსნას, რომ საკვები გადავიდეს კუჭში. როდესაც ეს მექანიზმი დარღვეულია და ხშირი რელაქსაციები აქვს საყლაპავის ქვედა სფინკტერს, ანუ ხშირად დუნდება, რიგგარეშეც დუნდება, ამ დროს კუჭში არსებული საკვებს მის შიგთავს აღარ აქვს გარკვეული ბარიერი, რაც შეაკავებს ამ საკვების უკუამოდინებას და აი ამიტომ გაადვილებულია ეს პროცესი და თავისუფლად ხდება მისი ამოდინება უკან საყლაპავში. აი დაავადებას ქრონიკული ჰქვია და რამდენად არის შესაძლებელი ამ მექანიზმის აღდგენა, რომ დაუბრუნდეს ასე ვთქვათ საწყის. ჩვენ უზრუნველყოფთ უშუალოდ ეს კუჭის შიგთავსის ხანგრძლივი ზემოქმედების შემცირებას, ანუ მედიკამენტებით უზრუნველყოფთ უშუალოდ საყლაპავის ლორწოვანი გარსის დაზიანების ასე ვთქვათ მკურნალობას, ხშირი კუჭის მჟავის რეფლუქსის საყლაპავში, შესაძლებელი ნაღვლის რეფლუქსის საყლაპავში ეს უზრუნველყოფს ლორწოვანის დაზიანებას. მივყავართ ეროზიებამდე, წყლულებამდე და ჩვენ უზრუნველყოფთ სწორედ ამ ეროზიების და წყლულების ასე ვთქვათ მკურნალობას. მჟავის დარეგულირებას კუჭში და აი ამ სიმპტომების მოხსნას. ხშირი ეს რეფლუქსი, რატო არის ეს პრობლემა, ხო, ეროზიები და წყლულები? არის გერდი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, რომელსაც ჩვენ თუ არ მივხედავთ და არ უმკურნალებთ მედიკამენტებით, შემდგომ ეს პროცესი გადადის ბარეტის დაავადებაში. ბარეტი არის წინარე პირობა საყლაპავის ადენოკარცინომის უკვე. გასტროსკოპიულად რომ ნახულობთ ამ ბარეტის საყლაპავს აუცილებლად ხდება ბიოპსიის აღება, რომ დავადგინოთ, იქ ხშირად ხდება ატიპიური უჯრედები, დისპლაზია, მეტაპლაზია, სწორედ ამიტომ საყურადღებოა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობა, თუნდაც იმ საყლაპავის ლორწოვანი დაზიანების აღდგენა და მკურნალობა, რომ არ წარმოიშვა შემდგომ ბარეტი და საბოლოოდ არ მივიდეთ, ასე ვთქვათ, საყლაპავის ადენოკარცინომამდე, ანუ ონკოლოგიურ პროცესებამდე. დიახ, ნათია, მაყურებლისთვის უფრო გასაგები რომ გავხადოთ კიდევ უფრო მეტად ჩვენ საუბარი თუ რას მოიცავს ან პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ გულძმარვა, ვისაც ხშირად აწუხებს, ხომ ეს შეიძლება ვთქვათ პერიოდულად ან ბახუსის დროს ვთქვათ ზედმეტი ალკოჰოლის მიღების დროს ან გადაჭარბებული საკვების მიღებისას პერიოდულად შეიძლება იჩენეს თავს, ასე ვთქვათ და მაგრამ როდესაც უკვე ამას აქვს ხშირი სახე, ხო, შესაბამისად უკვე საჭირო არის ამ დროს ჩართვა სპეციალისტის. სამწუხაროდ სპეციალისტამდე ზოგი თვითნებურ მკურნალობას მიმართავს ხოლმე, იგივე სოდიანი წყალი შეიძლება დალიონ ან გაზიანი მინერალური სასმელი და ასე შემდეგ, ხო? აი რამდენად სწორია ამ დროს თვითნებური ჩარევა, სანამ მივაშურებთ სპეციალისტს. თქვენ აღნიშნეთ, რომ გულძმარვა ყველაზე პირველი ნიშანი ამ გერდის გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების, თუმცა სხვა ჩივილებიც გვაქვს, ეს არის მტკივილი და წვის შეგრძნება მკერდის ცვლის უკან, ასევე ბოყინი, უსიამოვნო სუნი პირის ხრუდან. პაციენტებმა მინდა გაამახვილონ ყურადღება, რომ შესაძლებელია მშრალი ხველა
განსაკუთრებით ღამის საათებში სწორედ გერდის მაუწყებელი იყოს და გერდის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. თუნდაც ფარინგიალური ჩივილები, რომელიც ყელყურის ექიმთან დადის პაციენტი და სწორედ ეს ოტორინოლარინგოლოგი ეუბნება, რომ იცი რა, შენ შესაძლებელია გასტროეზოფაგური რეფლუქსი ქონდეს, იმიტომ რომ არ ლაგდება შენი ეს ფარინგიალური ჩივილები, ხო? შესაძლებელია შუაყურის ანთებაც კი გამოიწვიოს ხშირმა იმ გერდის სიმპტომებმა. ასევე თუ პაციენტს აქვს აუხსნელი გენეზის ხველა, გულწმარვა, დისკომფორტი კუჭის არეში, ანდაც თქვა სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტები აქვს, თქვა კბილის ეროზიების, ან გაითეთრა კბილები და რამოდენიმე კვირაში კვლავ შეეფერა კბილის ემალი, აუცილებლად უნდა დადგეს საკითხი, რომ განიხილონ ხომ არ არის გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებასთან საქმე და აუცილებლად ამ შემთხვევაში კომპლექსური მიდგომა არის ალბათ საჭირო, ხო? კომპლექსური მიდგომა, სწორედ ამიტომ აღვნიშნე და განმავრცე ეს თემა, რომ მხოლოდ გულწმარვა არ არის ის ტიპიური, ასე ვთქვათ, სიმპტომი, რომელიც საყურადღებოა. შესაძლებელია გულწმარის იქით, თუნდაც გასტროინტესტინალური ტრაქტის გარე ჩივილებიც კი იყოს სწორედ ამ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების კარდიოლოგის ჩარევაც კი იყოს საჭირო. პაციენტი, რომელსაც ესეთ მკვეთრად გამოხატული გერდი აქვს, შესაძლებელია მკერდის ცვლის უკან ტკივილი ქონდეს და პირველად სწორედ კარდიოლოგთან მივიდეს, რომ რაღაც უჩვეულო დისკომფორტი აქვს გულმკერდის არეში. და კარდიოგრამის საფუძველზე, რა თქმა უნდა, პირველად კარდიოლოგიური პრობლემები, როდესაც გამოირიცხება, ღრმა ანამნეზის საფუძველზე შესაძლებელია კარდიოლოგმა ასეთი პაციენტი გამოგზავნოს, რომ მიხედე თქვენს კუჭნაძალს. ასეთი პაციენტებიც ხშირი არის. აი დიაფრაგმის თიაქარი ახსენეთ და ესეც რომ დავმარტოთ კონკრეტულად რას ნიშნავს. დიაფრაგმის თიაქარი ეს არის ორგანული პრობლემა, რომელიც ცოტა უკვე ფართო სხვა ნოზოლოგიას მოიცავს, თუმცა ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან ეს ორი პროცესი. დიაფრაგმული თიაქრის მკურნალობაც თითქმის მკურნალობა მედიკამენტებით დიაფრაგმული თიაქრის პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ ძირითადად ამ დროს მაინც გერდს, ანუ გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას ვკურნალობთ. მაგრამ თუ პაციენტთან გამოხატულია ამ გერდის გამოხატულია საყლაპავის წყლულით, პაციენტს აქვს დიდი ზომის თიაქარი დადასტურებული ბარიუმის ფაფით, ეს ოქროს სტანდარტი გასტროსკოპიული გამოკვლევა თუ რიგ შემთხვევაში კუჭის წყლულზე ოქროს სტანდარტი გასტროსკოპია, დიაფრაგმული თიაქრის დროს ჩვენ პირველი რასაც ვაკეთებთ, ეს არის ბარიუმის ფაფის ასე ვთქვათ, დალევა და რენტგენოლოგიური კვლევა. დიაფრაგმული ხარისხის დადასტურების შემდგომ, თუ ეს არის მესამე ხარისხის დიაფრაგმული თიაქარი და თუ პაციენტს თან ერთვის ეს საყლაპავის წყლულები, ეროზია და უკვე ბარეტის წინარე პირობა, ჩვენ პაციენტს ურჩევთ ხოლმე უკვე ოპერაციულ ჩარევას ამ დიაფრაგმული საყლაპავის მილის თიაქრის გამო, რომ მოხდეს ამ გერდის ქირურგიული კომპენსაცია. ეს უკვე გართულების შემთხვევაში ხომ და სანამ თქვათ ან რომ არ მივიყვანოთ აქამდე როგორია მკურნალობის მეთოდი? დიახ, რომ არ მივიყვანოთ აქამდე აუცილებელი არის გარკვეული მედიკამენტები, რომელსაც უშუალოდ გასტროენტეროლოგი ნიშნავს, მისი თვითნებური მიღება, დოზის კორექცია უნდა მოხდეს ექიმად და მისი თვითნებური მიღება არ შეიძლება, არ დავკონკრეტდები რომელი მედიკამენტის, თუმცა პროტონის პომპის ინჰიბიტორებია ზოგადად ეს ჯენერიული დასახელების დამჯგუფით არის კიდევ გარკვეული პროკინეტიკები, რომელიც გვეხმარება ამის მართვაში. დღესდღეობით მედიკამენტები გვაძლევს საშუალებას, რომ არ მივიყვანოთ თქვათ ოპერაციულ ჩარევამდე თუ ისეთი ღრმა პროცესები არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ცხოვრების სტილის შეცვლა და მოდიფიცირება აუცილებელია, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება, ცხიმოვანი საკვების მაქსიმალურად შეზღუდვა, გაზიანი სასმელების კატეგორიული აკრძალვა გვაქვს, ასევე კოფეინის შემცველი სასმელის მიღებაც უნდა აიკრძალოს. ჩვენს პაციენტებს ხშირად ურჩევთ ხოლმე, რომ ღამე აუცილებლად 2 ბალიშზე უნდა დადონ თავი, იმიტომ თავი უფრო მაღლა იყოს ვიდრე ტანი. აუცილებელი პირობაა, რომ თუ ეს პირობა ვერ შესრულდა, საწოლის ასთუმალი ამაღლებაც ხდება. კომპლექსურად უნდა მოხდეს მედიკამენტების, მაგრამ პაციენტის ასე ვთქვათ დახმარება და ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, მხოლოდ მედიკამენტებით მდგომარეობა ესე სტაბილური არ იქნება. ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება ახსენეთ, თუმცა ამასაც თავისი გარკვეული რეჟიმი აქვს, ხო, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ჯანსაღი საკვების მიღება და გადანაწილება დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ჯანსაღი პროდუქტი არ ნიშნავს იმას, რომ დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს ადამიანმა, ხო, ამ
შემთხვევაში გარკვეული ულუფები არის ალბათ და საათობრივად უნდა იყვნენ. აი როგორი არის რეჟიმი თავად განსაკუთრებით გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს განსაკუთრებით აუცილებელია ეს რეჟიმი. უნდა იყოს მცირე ულუფებით, საკვების მიღება მცირე ულუფებით, ცოტა და ხშირად. დღის განმავლობაში 4-ჯერ, 5-ჯერ წილადობრივი მცირე ულუფებით კვება. აუცილებელი პირობა, რომ საღამოს დაძინებამდე 3 საათით ადრე პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ყველამ უნდა შეწყვიტოთ საკვების მიღება. ასევე მსუბუქი სეირნობა ვახშმის შემდეგ სასურველი, ანუ პირდაპირ არ უნდა მოხდეს კვების მერე პირდაპირ დაძინება, იმიტომ რომ ეს გასტროეზოფაგური რეფლუქსურის პრობლემა კიდევ უფრო ძლიერდება აი იმ ახალ ნაჭამზე თუ თქვენ წამოწვებით ან დაიძინებთ. აი ჩვენს რეალობაში რამდენად ხშირია ეს დაავადება? კი ბატონო, ჩვენს რეალობაში პირადი გამოცდილებით თითქმის 3-4 პაციენტიდან 3-ს მაინც აქვს ეს დაავადება. თითქმის ყველა მეორეს აქვს ეს პრობლემა, ყველას აწუხებს. პაციენტი ხშირად მომართავს კლინიკას და რომ ვეკითხები თუ აღნიშნავს გულძმარვის ეპიზოდებს, ხშირია ხოლმე პასუხი ასეთი, რომ გულძმარვა იქ ხომ უნდა იყოს. გულძმარვა რეალურად ნორმაში არ უნდა იყოს, გარკვეულ საკვებზე შესაძლებელია ეპიზოდური გულძმარვის ეპიზოდები კონდეს პაციენტს, მაგრამ ეს როდესაც ეხება ჯანსაღ საკვებსაც, დღის განმავლობაში ეს ეპიზოდები არის ხშირი, თან ერთვის ისეთი ჩივილები, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გარე ჩივილებით თუ უკვე წამოსულია წინ, აუცილებლად ეს საყურადღებო საკითხია. აი პირველი გამოვლინება არის როგორც ჩანს გულძმარვა, ხო როგორც ამბობთ. აი სხვა გამოვლინება რაზე უნდა მიხვდეს პირველ რიგში ადამიანი არის თუ არა საღალაპავი მილის პრობლემა ამ შემთხვევაში, როდესაც საკვებს მიიღებს და რთულად ყლაპავს ეს შეიძლება თუ არა კონდეს სიმპტომად ადამიანს. გულძმარვა პირველი ნიშანი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა თქვენ რაც აღნიშნეთ, რომ საკვების გადაყლაპვის პრობლემა ეს ცოტა სხვა ნოზოლოგიებთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია სისავსის შეგრძნება კონდეს პაციენტს ადვილად დანაყრების შეგრძნება, მაგრამ ის რომ თქვენ ყლაპვის პრობლემას აღნიშნავთ, ეს ბევრი ნოზოლოგია ცალსახად გასტროეზოფაგური რეფლუქსურ დაავადებად არ უნდა მივიჩნიოთ და იქ შეიძლება თქვა აქალაზია იყოს, იგივე სიმსივნური პროცესები, თუნდაც დიაფრაგმული თიაქარიც შეიძლება გახდეს, მაგრამ უშუალო გასტროეზოფაგური რეფლუქსურ დაავადების პირველი ნიშანი არ არის ნამდვილად ყლაპვის გაძნელება. ყლაპვის გაძნელება ცოტა სხვა ნოზოლოგიების ჩივილი შეიძლება იყოს. ნათია, ჯანსაღ საკვებს რაც შეეხება, შეიძლება ამ პროდუქტებიდან იყოს ისეთი, რომელიც ამ დროს გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს პირიქით, თქვათ, ხო, როდესაც რეფლუქსია აქვს ადამიანს. რა პროდუქტები არის ასეთი, რომელიც ამ დროს აკრძალულია, თქვათ, და არ უნდა მიიღოს. ნუ გასაგებია, რომ ეს ალკოჰოლი და თქვათ, ყავა და ასე შემდეგ ამ ყველაფერს უნდა მოერიდოს ადამიანი, მაგრამ არის იმ ჯანსაღ პროდუქტებშიც ალბათ რაღაც გარკვეული ხილის სახით იქნება თუ ბოსტნეულის სახით, რომელიც არ უნდა მიიღოს. კი ბატონო, ხილის სახით გამოვყოფდი ციტრუსებს, რომელიც კიდევ უფრო გაგიმწვავებთ ამ გერდის ჩივილებს, ასევე სასურველია იმ პაციენტებს, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, კომპოსტოს პროდუქტების ბოსტნეულიდან კომპოსტო ამოიღონ, რადგან ეს ჩივილებს კიდევ უფრო მომატებს. სასურველია ბევრი მწვანილით დავტვირთოთ, კამა ძალიან კარგია, გვირილის ჩაი თუ პაციენტს ალერგიული ფონი არ აქვს, გვირილის ჩაიც სასურველად დადებითად მოქმედებს ამ პროცესზე. აი პიტნასთან დაკავშირებით უკვე აღვნიშნე, რომ პიტნის ჩაი განსაკუთრებით მათ ვისაც უყვართ და ეს პრობლემა, ცოტა მოერიდონ გულძმარვების ეპიზოდებს მომატებს. ასევე ტომატიანი საკვები და ძალიან გადაცხარებული და ცხიმიანი საკვები. ეს კონკრეტულ ხო, რა თქმა უნდა, მსჯავრებსავთ. და აქვს თუ არა ამასაც თავისი მიღების წესი, თქვათ, ხილი რომელ დღის მონაკვეთში უნდა მიიღოს, ბოსტნეული და ასე შემდეგ, როგორ უნდა იყოს გადანაწილებული. კვებას აუცილებლად როგორც აღვნიშნე, წილადობრივი უნდა იყოს, დღილით სასურველია დაიწყოს პაციენტმა ფაფის მიღებით, ეს იქნება გერკულესის, წიწიბურას ფაფა თუ ნებისმიერი სხვა სახის ფაფის მიღებით. შემდგომ დღის 12 პირველისთვის ხილი გამოვყოთ ოღონდ ცალკე კვება.
მიღებად, ოღონდ არა ციტრუსი, ბანანი თუ დიაბეტი არ აქვს პაციენტს ან ვაშლი, ტკბილი ჯიშის ხილი, კენკრასაც მოვერიდოთ და შემდგომ აუცილებლად უნდა იყოს ხორცის პროდუქტები შედარებით ენდოკრინოლოგები ურჩევენ ბევრ ბოსტნეულს და ჩვენ ვურჩევთ რომ ბევრი ხორცი იყოს, ბოსტნეული იყოს მოწალული. ცოცხალი სახით მაინც მოერიდონ ცოცხალი სახის ბოსტნეულის მიღებას. და რა თქმა უნდა წვნიანები და ყველაფერი რაც ჯანსაღი მომზადების წესს ექვემდებარება. არის თუ არა რძის პროდუქტები ხელშემწყობი ასეთ დროს, როდესაც თქვათ ეს რეფლუქსი იჩენს ხოლმე თავს და უნდა მოვერიდოთ თუ არა მის მიღებას. იცით როგორ არის რძის პროდუქტების აკრძალვა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეგვიძლია. ერთადერთი ვეუბნებთ რომ კარაქის და მაღალი ცხიმოვანი პროდუქტებისგან შეიკავონ თავი. თუ პაციენტს ლაქტოზის აუმტანლობა არ აქვს და ის დადასტურებულად არ აქვს კვლევებით ან ესე ზოგ შემთხვევაში შებერულობას იწვევს ხოლმე და სხვადასხვა თუ პაციენტს აქვს ლაქტოზის აუმტანლობა, კი ბატონო, ჩვენ რა თქმა უნდა ურჩევთ რომ მიიღონ ულაქტოზორრძის პროდუქტები ან ამოიღონ რაციონიდან დროებით და მიმართონ ნუტრიციოლოგს, მაგრამ ასეთი მკვეთრი შეზღუდვა რძის პროდუქტებზე გასტროეზოფაგური რეფლუქსთან დაკავშირებით არ გვაქვს. ჩვენ მხოლოდ ვაკეთებთ რომ ძალიან მაღალპროცენტიანი თქვათ კარაქი, ნაღები, ესენი ამოიღონ რაციონიდან. წყალს და მინერალურ წყალს ბუნებრივია აქვს დიდი მნიშვნელობა. წყალს დიდი მნიშვნელობა აქვს, მინერალურ წყალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა მინერალური წყალი არ უნდა იყოს გაზიანი. სასურველია ბოლომდე იყოს გაზი გამოცლილი წყლისგან და დღის განმავლობაში არ უნდა ეს დიდი რაოდენობით არ შეიძლება ხო რომ აუცილებლად პაციენტს ურჩევ ხოლმე თუ მაინც და მაინც მინერალური წყლის მიღების სურვილი აქვს, პორციები ნაწილი მიიღო სუფთა სახის წყალი, ნაწილი მიიღო მინერალური. ოღონდ გასგასული ყლუპ-ყლუპად მთელი დღის განმავლობაში და არა ერთიანად. დიახ, ძალიან დიდი მადლობა ნათია მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, რჩევებისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ რომ სტუდიის სტუმარი გახდათ გასტროენტეროლოგი ქავტარ ნათია რაზმაძე.